მშვიდობისა. არ ვიცი ვინ როდის ნახავთ ამ ვიდეოს, მაგრამ ახლა დილა ბერლინში. როგორც ვცდილობ ხოლმე რომ სადაც მოძრაობ, ვისაც ხშირად არ გიწევთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა, მინდა რომ ასე თუ ისე ის, რასაც ჩემი თვალები ხედავს, თქვენს გაგიზიაროთ. და ერთ-ერთი არის ძალიან მცირე დროით ჩამოვედი ბერლინში, არ ვიყავი ნამყოფი აქამდე, ვარ აღფრთოვანებული ამ ქალაქით, ვარ მისი მასშტაბით, მისი ისტორიული ნაწილით, მისი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნარჩენები და კიდევ სხვადასხვა იმ ენერგიით, რომელსაც ეს ქალაქი ატარებს თან. ხო, ახლა გადავალ ქუჩაზე. მე ძალიან მომწონს ასეთი ამინდი. ვთვლი რომ ყველაზე სიმპათიურად და ლამაზად ადამიანები სწორედ ასეთ ამინდში არიან ჩაცმულები, როდესაც ძალიან არ ცივა და ძალიან არ ცხელა. ანუ ზომიერი ტემპერატურა ხა ჩემთვის ვერც არ უყვარს ასეთი ამინდი, მაგრამ მე მიყვარს, იმიტომ რომ არ ცივა. ბევრისთვის უფრო ცივა ვიდრე ცხელა, მაგრამ სიცხეს მე სიცივე მისჩენია. სიგრილე ყოველ შემთხვევაში. ხოდა დღეს სწორედ ასეთი ამინდი დამემთხვა რა. ბევრი სტერეოტიპული შეხედულებაა საქართველოში ბერლინთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან რომ მწირი ინფორმაცია არის და მხოლოდ იმას ეყრდნობიან, რაც სოციმედიაში ვრცელდება ხოლმე და სოციმედიაში მხოლოდ იმას გვთავაზობს ალგორითმი რა მიმართულებითაც ვინტერესდებით. ბერლინი არ არის მხოლოდ კლუბური მუსიკის, რატომღაც ასე დააკნინეს და დააპატარავეს, არ დააკნინეს არა კლუბურ მუსიკას, გულისხმობ, არამედ მხოლოდ მასზე რო დაიყვანეს. ეს არის ევროპაში ერთ-ერთი ძლავრი ქალაქი, ერთ-ერთი თუ არა ყველაზე გავლენიანი ქალაქი ევროპაში, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ეკონომიკა ყველაზე ძლიერია ევროპის მასშტაბით და არა მხოლოდ ევროპის მასშტაბით და შესაბამისად ძალიან საინტერესო. მართლა გუშინ. აქ იყო გუშინ ვარსკვლავთწვენა, აქ იყო HBO-ს სერიალის სამეფო კარის თუ სამეფო ტახტის თამაშების მსოფლიო პრემიერა და აქ როდესაც გადმოვედით, აქ იყო უამრავი ხალხი, უამრავი ჟურნალისტი, კინომოყვარულები და სწორედ აქ ხდებოდა ის, რაც ხდებოდა. დღეს უკვე შლიან ამ სცენას. ძალიან ესეთი აქტიური ქალაქი, ანუ ბერლინალე აქ ტარდება და როგორც ვიცი, სწორედ მახსოვს, ძალიან მალე იქნება ეს ყველაფერი უკვე. ხო, რა თქმა უნდა, Mercedes-ის მბრუნავი ემბლემა ხშირად შეგვხვდებოდა სხვადასხვა ქალაქებში, არა მხოლოდ ბერლინში და ზოგადად გერმანიაში. შესაბამისად, აქაც არ არის გამონაკლისი. გუშინ ვიყავი ჩვენი მეგობრის დახმარებით აღმოსავლეთ ნაწილში, ანუ GDR-ში, სადაც საოცარი არქიტექტურა, საოცარი შენობები, მუზეუმები და ასე შემდეგ. ვნახეთ. ეს იყო უბრალოდ მოთელვა, იმიტომ რომ სწორედ ასე ვაკეთებ ხოლმე, როდესაც საქმით მივდივარ სადღაც, თუ მომეწონება ამ ერთი ენერგიით კონკრეტული ქალაქი, მე აუცილებლად ჩავდივარ მის საფუძვლიანად სანახავად ცოტა დიდი დროით და ბერლინი სწორედ აი ამ ქალაქების ნუსხაში შევიდა. ამ უწურავი ინფორმაციის ქალაქია, ამ უწურავი ისტორიის და ზოგადად ეს მიწა, გერმანული მიწა, ძალიან დიდი მნიშვნელობისაა მსოფლიოსთვის, არა მხოლოდ ახლა, არამედ ისტორიულად.
და ბევრი მიმართულებით, ძალიან ბევრი მიმართულებით. გერმანია არ არის მხოლოდ Mercedes-ი, BMW, Audi, Skoda რა იყო და Porsche, Volkswagen-ი და ასე შემდეგ. გერმანია არის ერთი მთლიანი ძალიან საინტერესო ქვეყანა. მოკლედ ახლა დაგანებებ თავს. თორე ძალიან მე ჩალიჩება ქარი რო წამართავს ჩემი კოლგა. ხო და აქ უნდა შევიდეთ თან. აბა კარგი დღე ყველას.